გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ G2G, ეს თეოზების არხია, 2025 წელი მოვიდა და ჩვენი აკვარიუმის მიმოხილვა უნდა გადავიღოთ. ნახოთ, გაიზარდნენ თუ არა ჩვენი დისკუსების ლიფსიტები, რა ხდება სალიფსიტეში, ქვირითობენ თუ არა კიდევ, რა გეგმები მაქვს და ასე შემდეგ. აი, ასე გამოიყურება ჩემი აკვარიუმი 2025 წელს შორიდან, რომელშიც ბევრი რაღაც არ მომწონს და მინდა რომ ერთად შევცვალოთ. თუმცა მანამდე დაგათვალიერებინებთ, როგორ გაიზარდნენ ჩვენი ლიფსიტები, ასევე ორი მოზარდი მყავს დისკუსების და მაგასაც გაჩვენებთ როგორ მოვიყვანე. მოდი ცოტა უფრო ახლოდან დავტკბეთ და შევხედოთ რა სიტუაცია გვაქვს. სხვათა შორის მთლად კარგი სიტუაცია არ არის, იმიტომ რომ 1-2 პატარა ლიფსიტა მომიკვდა. პირველ რიგში ამას დააკვირდით. ნახეთ რა საყვარელი არის ბიჭო, ნახატები როგორ ეთყობა უკვე აიღეს, ასე ვთქვათ, აი ცოტათი უკვე ეთყობათ, ასე ვთქვათ, შეფერილობა. ასევე მოდი გავიცნოთ ჩვენი ცისფერი ახალი დისკუსი, რომელიც მოვიყვანე, აი ამ დისკუსთან ერთად. ახალი დისკუსები უნდა მოვიყვანო და ჩავიდეთ ტაქს დავხვდეთ და ამ აკვარიუმს გამოვიყენებ საკარანტინოდ. ნახეთ, აი ასეთი სიტუაციაა, ქვირითზე ბევრი გაფუჭდა რა. და აქ ერთი კვირა გავაჩერებ იმ თევზებს, რომ რამე დაავადება არ გქონდეთ რა. წავედით ახლა დავხვდეთ. დავხვდი და აი ასეში გამოიყურება შეფუთული. ნახოთ როგორ გამოიყურებიან თევზები, ახლა ცოტა დასტრესილები იქნებიან და წავედით. აი ასე არის შეფუთული. აბა როგორები არის? პატარებია? არც ისე, ხო? ჯერ პატარები არის. აი ასე გამოიყურება. ეს არის ზუსტად ისეთი, როგორც ჩვენ გვყავს, უბრალოდ უფრო დიდი არის. ეს არის მეორე, ძალიან ლამაზი არის. ულამაზესები არიან და მინდა რომ მოდი სახელები დავარქვათ რა. აი ამას რა დავარქვათ, ამ ცისფერ პატარა დისკუსს. პატარა არ არის პრინციპში, თუმცა იმ ზრდასრულებთან ერთად, რომელსაც ასევე გაჩვენებთ, სალიფსიტეში არიან და ქვირითი უდევთ, იმასთან შედარებით ძალიან პატარები არიან რა. საშუა, ანუ ორჯერ ამაზე დიდები არიან ის ჩვენი წყვილი რა. თუმცა არც ესენი არ არიან პატარები. აქვე მეგობრებო, ერთი აი ეს სკალარია შემომრჩა და სკალარია კი არა, დანტუმი არის, ულამაზესი არის, ალტუმი არა. ეს როგორც დანტუმი ისე ვიყიდე და ჩვეულებრივ სკალარიას ნამდვილად არ გავს რა, ცოტათი განსხვავებული არის და ფერებითაც ცოტა აგრესიული არის რა და შეიძლება მამალი არის და მოკლედ ცოტა მოეძალა და მაგასაც შევხედავთ. სხვათა შორის შიდა ფილტრი ჩავსვი, კერამიკები რო აქვს და თან ბუბკები და თან კარგად უბერავს სალიფსიტესთვის რომ ქონდა გამოწერილი, ზედმეტად გამოვიწერე და განხილვის ვიდეოს მივამაგრებ მარჯვნივ კუთხეში, აი ამ მომენტში ამონათდება, აი ასე გამოიყურება ეს ჩვენი ფილტრი, ვინც არიცით. აბა ფოკუსი მაჩვენე, აი ასე მუშაობს, აერაციაც მაქვს გაკეთებული, ცალკე კომპრესორი მუშაობს და ჟანგბაც აწვდის, იმიტომ რომ ბევრი ლიფსიტები მყავს დისკუსების, დაახლოებით 30-40 ცალი და ამ აკვარიუმში ამ ეტაპისთვის არის 4 თაობა დიდები, რომლებიც გადაყვანილები არიან და ქვირითზე არიან, ასე ვთქვათ, მოზარდები, რომლებიც საერთოდ სხვა პარტია და სხვა, ასე ვთქვათ, ჯიშიც არის და სხვა სისხლი არის. ესენი არის ჩემი პირველი თაობა და მოდი დავთვალოთ 1 2 3 4 5 შეიძლება 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 ცალი შეიძლება იყოს, არ ვიცი, ვეღარ ვითვლი. პირველი და მეორე თაობა ერთმანეთში არის არეული. პირველ თაობაში იყო 20 ცალი, მეორე თაობაში იყო ასევე 15-17 ცალი. გავაჩუქე, მე მგონი 4 ცალი პირველი თაობიდან ან მეორე თაობიდან, უფრო პირველი თაობიდან და მესამე თაობიდან არიან აი ესენი. ნახეთ, ესეც იყო 15 ცალი. აქ არის გამათბობელი ახალი, რომელსაც მე გაჩვენებთ განხილვა და unboxing-ის ვიდეო არ მიდევს მაგაზე და დაუბრუნდეთ ჯიშებს და ლიფსიტების თავარ აკვარიუმში გადასმას რა. იდეაში არ შეიძლება, იმიტომ რომ
თავარ აკვარიუმში უნდა იყვნენ ზრდასრულები რა. თან დისკუსებს მთლად ასე ვთქვათ, მცენარეებიანი აკვარიუმი არ უყვართ, იმიტომ რომ ძალიან ბინძური თევზები არიან. ბინძური რას გულისხმობ? იმიტომ რომ გულისხმობ იმას, რომ ბევრი საჭმელი უნდათ, დღეში 3 ჯერ უნდა ყვებათ, თან ორგანული საკვები უნდა აჭამოთ, ანუ ცოცხალი საკვები უნდა აჭამოთ. ეს არის კოღოს მატლი, ხელოვნურად გაკეთებული ფარში, ძროხის გულისგან, კრევეტებისგან და სხვა რაღაცეებისგან დამზადებული და ყველაფერს ხო ვერ შეჭამენ, დაბლა ილექება და გრუნტიდან ცუდად ჭამენ და ასე შემდეგ. საერთოდ დისკუსი იდეალურ სიტუაციაში უნდა იზრდებოდეს უგრუნტო, უმცენარეებო აკვარიუმში რა, რომ სისუფთავე იყოს, ნიტრატები იყოს 0, ეხა ამ აკვარიუმში ნიტრატები არ არის რა, 0. მეტი არის, იმიტომ რომ მცენარეებს სჭირდებათ და მეტი უნდა იყოს წესით რა. თუმცა ამ ეტაპზე კარგად გრძნობენ თავს ეს ჩვენი თევზები. სამი თაობა, რას ქვია, ეხლა რას ნიშნავს რა, მესამე თაობა, აი ეს პატარა ლიფსიტები, მოიცა სადმე ვნახავ და დაგათვალიერებინებთ უკეთესად. აი მაგალითად ეს აქ არის ერთი ცალი რა. ეგ წესით ეხა უნდა იყოს არტემიაზე რა. აი ხელით რო ჩეკავდით ხოლმე, მაგ გამოჩეკვის ვიდეოსაც მივამაგრებ, მარჯვნივ ამონათდება აი ამ მომენტში. წესით ეგენი ეხლაც უნდა ჭამდნენ არტემიას და მაგაზე იზრდებოდნენ, იმიტომ რომ არტემია ზოგადად ძალიან კარგად ზრდის, იმიტომ რომ არტემიას გამოჩეკილ ახალ ლავრებს აქვს თავისი პარკუჭები, რომელიც ძალიან მაგარ კალორიული არის, დაავადებას უშლის ხელს რა, ის ხო ბავშვებისთვის არის, ანუ პატარა არტემიები რომ გადარჩნენ, ისეთ რაღაცას შეიცავს, რომ ბიოლოგიურად უფრო სასარგებლო არის არტემიების ჭამა ლიფსიტებისთვის რა. თუმცა მე ვეღარ მოუვლიდი, თან მინდოდა რომ ახალი პარტია გამოეჩეკათ და მაგიტო გადმოვიყვანე. 15 ცალი ლიფსიტიდან გადმოყვანილი და რა ვიცი, ერთი 10 ცალი შეიძლება კიდევ არის რა. თუმცა ერთი 3 ცალი ვნახე რომ მომიკვდა. ეს ალბათ 2 თვისები არიან ეგ ლიფსიტები რა. და რა ვიცი, ცუდი არ არის, მაინც ცუდი არ არის რა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა იყვნენ ერთ აკვარიუმში 2 სხვადასხვა თაობა, იმიტომ რომ შეიძლება რომ დაჩაგრონ ერთმანეთი, მაინც წაეჩხუბებიან, სხვანაირად იკვებებიან, ანუ ერთმანეთის საკვებს შეჭამენ და ასე შემდეგ რა. აი, მოდი ახლოდან დავაკვირდეთ ამ ლეოპარდისებრ ჯიშს, აღარ მახსოვს რა ქვია და არ მინდა რომ არასწორად დაუძახო სახელი. სახელი შეგვიძლია დავარქვათ ნებისმიერი, ვახუშტა დავარქვათ ამას, რაღაცა ზებრა დავარქვათ და იმ ლურჯ ახალგაზრდას, რომ მე შეიძლება ორივე არიან მამლები რა, ან ორივე დედლები არიან, იმიტომ რომ ცოტა ჩხუბობენ სხვათა შორის და შეიძლება ეხლა უკვე შევიდნენ, ასე ვთქვათ, მომწიფების ასაკში. ამას ნახე, ნახატები დაეტყობა მალე რა და გალამაზდება მალე. ამასაც ძალიან ეტყობა თითქოს და ძალიან მიხარია. ეხა კამერას რო ხედავენ, სულ ახლოს არიან მოსულები. ცოტა მშიშრებიც არიან. შუაში განათებაც მინდა რომ შევცვალო. განათება არის უკან მიკრული რა, დადებული. და წესით განათება უნდა იყოს შუაში, უნდა გადმოწიო. განათებაც დიდად კარგი არ არის. აი ისიც ცოტა გამიფუჭდა, შემწრუპავი, მომიტყდასავით, დასაყენებელი. ოპა, ნახე როგორ მოგროვდნენ, ანუ საჭმელიშია თამათ. და საჭმესაც ერთად ვაჭმევთ, შევხედოთ, როგორ მიირთმევენ. შევეცდები, რომ ახლოდან კარგად გაჩვენოთ კადრები და დაგათვალიერებინოთ. გამათბობელი მქონდა ძალიან ძველი და გამოვცვალე, წესიერად ფოკუსს ვერ ვაჩვენებ, იმიტომ რომ თევზები არიან ახლოს, თავის ჩარჩოში დევს. ეს არის 300 ვატიანი გამათბობელი, 28 გრადუსზე აყენებს წყლის ტემპერატურას. საყინულიდან გამოვიღოთ თევზების საჭმელი, რამოდენმენაირი მაქვს, ეს არის გაყინული არტემია, დატეხილი მაქვს და ეს არის გაყინული მოტილი. ანუ ჭიაყელებივით რა. ასევე პარკში მაქვს ცალკე ფილები, აი ასე გამოიყურება 1-2 ფილა არტემია და 2 ფილა მოტილი მაქვს დარჩენილი რა, რომელიც ალბათ 1-2 თვე მეყოფა, თან პლუს ფარში აღარ მაქვს ეხლა და ვაჭმევ.
საჭმელს აი ასე ვაჭმევ პინცეტით. ეს არის გაყინული არტემია რა. სხვათა შორის მე არ მევასება და ეს პატარებისთვის უფრო კარგი არის. მე იმიტომ არ მევასება, რომ ანუ თავისი მოკლედ ძალიან ანაგვიანებს აკვარიუმს რა, თუმცა დიდსაც შეუძლია ჭამოს, პატარასაც შეუძლია, უფრო პატარებისთვის არის ძალიან მაგარი. და მოდი აბა ცისფერი თევზი. ხედავთ ხო? მოდი ჩავაგდოთ დაბლა და მოკლედ აი ასე ყურება და დატკბობა არის ერთი სიამოვნება. როგორ ჭამენ საჭმელს, როგორ ნადირობენ საჭმელზე და ძალიან ასწორებს რა. მაგარი სიამოვნება არის. აი ეს ლიმონჩიკის მცენარეები, მაღლები რაც არის რა. უკან მაქვს გადასარკველი. ზოგადად ძალიან დიდი გეგმები მაქვს. გეგმები რაც არის შოურუმის მოწყობა, დისკუსების, სადაც ყველას შეიძლება მოსვლა და ათვალიეროს, ნახოს უიშვიათესი ჯიშები, დისკუსების და ასე შემდეგ. ასევე მინდა რომ როგორც მინიმუმ აკვარიუმი გამოვცვალო, ფილტრი უკვე გამოწერილი მაქვს და ეს ის ფილტრი არის, რომელიც ლიფსიტების აკვარიუმში ვიყენებდით ერთ სექციიანს, მისი unboxing-ის ვიდეოც მიმაგრებული იქნება მარჯვენა კუთხეში, შეგიძლიათ ნახოთ. ოღონდ ეს არის 3 სექციიანი, უფრო ძლიერი, 2000 ლიტრიანი, ახალი მოდელია და რა ვიცი, მე მგონი რომ ამ ფილტრზე კარგი იქნება, რომელიც მაქვს. ანუ ეს აკვარიუმი დაახლოებით 10 წლისა არის და თან დაიკაწრა და თან მინდა რომ ახალი ავაწყო, თან დაძველდა რა. ხო და მინდა რომ რაღაც 300 litrიანი არის ეს აკვარიუმი და შეიძლება რომ ავაწყო 500-იანი მინიმუმ. ნახოთ როგორი იქნება, ადგილი როგორ დაეტევა ადგილში და ასე შემდეგ. შევხედოთ. ახალი ფილტრით, ახალი გრუნტი, რომელიც იქნება იდეალურად შერჩეული, არა მარტო დისკუსებისთვის, არამედ მცენარეებისთვისაც. ეს იქნება სასუქიანი ალბათ შავი გრანულები, რომელიც კილო მე მგონი $8 იღეს თუ რაღაც, არ მახსოვს. საქართველოშიც არის ეგ გრუნტი. ან ფიქრობ რამე თეთრ გრუნტს, თუმცა აი თეთრი გრუნტი მცენარეებისთვის არ ვიცი, ანუ თემა არის ის, რომ დისკუსებს უნდა ქონდეთ მოსუფთავებული ადგილი, საიდანაც ჩაყრილ საკვებს შეჭამენ, ანუ აკენკავენ, ასე ვთქვათ რა. და იდეალურ სიტუაციაში დისკუსებს არ უყვართ გრუნტი, იმიტომ რომ საჭმელი დაბლა ილექება, ნიტრატები არის გრუნტში და რაც არ უნდა ასიფონო, შეუძლებელი არის ვერ დაასუფთავებ ისე რომ ნიტრატები იყოს დაბალზე, ნულზე ხო საერთოდ შეუძლებელი არის. როგორც მინიმუმ ახალი აკვარიუმი, ახალი დისკუსები, კარგი ჯიშები, ახალი სალიფსიტეები, ახალი ვიდეოები, 2025 წლიდან ძალიან მაგარი გეგმები მაქვს. აი ესენი ჩხუბობენ რა. რა გინდათ ვერ გავიგე, ანუ ვერ დავამბეკუბრე. არა, ძალიანაც არ ჩხუბობენ. შეიძლება პარაც ჩამოყალიბდეს, თუმცა დიდად არ მინდა ცისფერი და ეს, მაგრამ ამას ცისფერი ნახატები აქვს რა. ნახოთ დედალი რომელი იქნება და მაღაზი არის დამოკიდებული. აუ, ეს რა ნამაზია ბიჭო. ეხლა რაც შეეხება ამ სალიფსიტეს, სადაც უნდა ჩავიხედოთ აუცილებლად. აი აქ არის დედალი და მამალი, მაგრამ აქ აქვთ ქვირითი. ხედავთ ხო? საკმაოდ ბევრი არის. ანუ დასტრესილებივით არიან, იმიტომ რომ ქვირითი აქვთ რა და ეხლა კამერას ვერ იტანენ, ვაფშე ახლოს რომ მიდის რამე, ეგეც არ უყვართ ხო, დაინახე როგორ გაიქცა რა. ვიდეოსთვის მოხსნი აი ამას. მაგრამ შეიძლება საშინელება ჩავიდინო. მეგონება მკვდარიაო. არ და ეხა შოქში არის, იმიტომ რომ შევაწუხე რა. ამათ არ შევაწუხე, იმიტომ რომ ჩათვალე კვერცხებზე სხედან.
ეს ქვირითი დადებული არის დაახლოებით 36 საათია უკვე. გაფუჭებული ერთი არის გათეთრებული. დანარჩენს ალბათ აძრობენ დაობებულებს. იმედია ობი არ შეჭამს და მოასწრებენ გამოსვლას. შიდა ფილტრი არ დევს, ესეც ამასაც ნაკადი უნდა დავუკლო. იმიტომ რომ არ შეისრუტოს აი აქაც უნდა შემწოვზე დავდო ბადე უნდა ავაკრა, როგორც ვაკეთებდით ხოლმე და ძალიან მინიმალურ დონეზე უნდა ვატარო, ასე ვთქვათ, წყალი აკვარიუმში. თავარ აკვარიუმში არის 27.8 წყლის ტემპერატურა, რაც საკმაოდ საამაყო არის დისკუსებისთვის და რა ვიცი, მე მომწონს რა. აი ერთი წელი პატარა ლიფსი და აქ არის. უკან არის შემძვრალი. მოკლედ, ამ ეტაპისთვის სულ ეს იყო. გაჩვენებთ ახალი ფილტრის unboxing-ს. ასევე რაღაცეებს შევეცდები, რომ ესენი გადავაადგილო, სცენარეები. და მე მგონი ამ ეტაპისთვის საკმარისია. კარგი ვიდეო გამოგვივიდა, კარგი მიმოხილვათ. ან ნახეთ, როგორ გაიზარდნენ ლიფსიტები. საჭველიც ვაჭამეთ, ასევე ნახეთ ის წვილი როგორ არის ქვირითთან და მადლობა ვინც უყურეთ ამ ვიდეოს. დროებით.